როგორ ახართ? მილაგდი მოვაგდი ცოტა ვიქალე. ნახეთ სახეზე როგორი ალერგია დამეწყო. მოიცოდეთ. არ ვიცი ეს ანთებს თუ არა გუშინ და გადმოვაგდე. დავამტვრიე ცხვირპირი. ოღონდ შემთხვევით. აი ნახეთ. გავიწმინდე. მოვიწესრიგე ფრჩხილები. მე მიყვარს აი ეს ამაზე გრძელ ფრჩხილს ვატარებ ხოლმე, მაგრამ ეს ყველაზე სასიამოვნო რომ არსად მედება. ეხლა მინდა ჩავიდე ჩემთან ქვემოთ სალონში. და სალონში ჩავა მინდა ცოტა განიაროს. მოვიხარშო ტყაბა და ჩავჭორავ. კოზი. ნიკოლოზ, ყავა ხომ არ გინდა? არა ყვარს ყავა. ეს ირინას გამოტანებული ყავა. წარმოიდგინეთ, რამდენი ხანია ვსვავ. ცოტა მეშოქრება. მე ყავის მოდუღების პროცესი უფრო მიყვარს. ეხლა შეუსრულდა 100 წელი. ვიდრე დალევის. მიხართ ასე. აი ეს პროცესი მომწონს. ეს პროცესიც მომწონს. გიჟდები. ხვალ გიგმავ წასვლას დასასვენებლად ჯერ არ ამირჩევია საწავალ საღამოს ალბათ უფრო მეწოდინება. შატო მე ყვარელი შატო რაღაცა შატო მერე იყალთო ზუზუმბო ლოპოტას ვერ გავეკარები ისეთი თანხაღირს. ხოდა აქ ჯერძიების პროცესი ვარ, სად უფრო ფასდათმობა იქნება, სად უფრო კარგი იქნება, სად უფრო გემრიელად დავისვენებ. იქამდე მინდა რომ თმა გავიფუჭო, ძალიან მინდა, იმედია რომ წესიერი გამომივა. და არ ვინერვიულებ შემდგომში. რაღაცა ესთეტიურად მინდა დავიო. ესთეტიურად ვაბრახო. მშრალ ხიდზე რომ გადავდივარ ხოლმე სამსახურში რომ მივდივარ, იქ ერთი ბებოზის ქვემოთ აღარ ჩავდივარ, ხო დაშალეს ეგ მშრალი ხიდი და რაღაცა ამბებია და ვეძებ. მიყვარს, მოვიდა ამის სეზონი და ძალიან დიდი ხნის წინ დამემტვრა ამის ჭიქები. მე მგონი 200 გრამიანი თლილი ჭიქა ჩადის. უნდა გავიდე ერთ დღეს მშრალ ხიდზე და ვიყიდო. ესეთი მაქვს. კარგად მოვივიდეს. ორი ცალი ესეთი მაქვს, რომელსაც გიჟდები, არ მახსოვს საიდან მაქვს, მგონი ვიყიდე ჭიქიანად. და ორი ესეთი მაქვს. და ძალიან მინდა 4 ჭიქა, იმიტომ რომ ამაში ზემოთ ხეხავდი ეს სამზარეულოს სხვა ქალს გაუკეთეს, რომელიც მეტრა 80 მაინც უნდა იყოს. და ზემოთ ხეხავდი, მაისურმაცვია ხალხო არაფერი ფიქრობ. და იქ ვიპოვე, მართლა არ მახსოვდა, ვფიქრობდი ნეტა რეები მაქვს, თქო შეგებული თქო და ძალიან მინდა მაგის თლილი ჭიქების ყიდვა და კიდევ მინდა ესეთი გადაშლილი დაახლოებით აი ამ ჭიქისნაირი, ოღონდ უფრო თხელი, ძველებური მშრალ ხიდზე მაიფურის ჭიქები და ერთი მომეწონა ეს მამაჩემის ბებიის დროინდელი თეფშები მაქვს და ზუსტად ამას ვუხდებოდა. ორი ცალი ქონდა გასაყიდად გამოტანილი და თითოს ღირებულება იყო 30 ლარი.
ხოდა თქვი რომ ცოტას მოვაგროვებ თქო რა ვინ იყიდის მეთქი ესე უცებ თქო ხოდა აღარ იყო იმ დღეს რომ მოვაგროვე მოსხურებად ვერ ვიტან ადამიანი რო ხურებავს აჭყაპონებს და ხმებს გამოსცემს აია მიწესრიგებულ მოწესრიგებული ვარ გოგოებო ჩემ გარეკომენდაცია ამ აბეცეს რომელიც დასაშვებია ჭურჭელზე აბაზანაში და სარიცხ საშუალებად ვერ გეტყვით ზედაპირებს როგორ აკრიალებს აწკრიალებს რამოდენიმე თვეა ჩემი უცვლელი თანაშემწეა მე ესეთი თეთრი თებშები რომლებიც ძალიან დიდი ხნის წინ მაჩუქეს დაბადების დღეზე და ილაქება დროთა განმავლობაში და ღრუბლით აღარ ვსარგებლობ და ვსარგებლობ აი ამ სარეცხი რა ქვია ამას ვაფლით იმიტომ რომ ღრუბელი ძალიან მალე ფუჭდება ჩვენთვის ძალიან მიუღებელია აფას რო გავხეხავ იგივე თითებში რომ მოვიხმარო და ეს მირჩევნია მას კარგად ვრეცხავ და ესე ვაშრობ ხოლმე და ვფიქრობ რომ უფრო ნაკლებ ბაქტერიები მოიკიდებს ფეხს ვიღაცას ვენატრები გადმომივიდა დავედი ხა მე ავიცვამ აქ არის ერთი უგვენო და უსახელო სალონი 100 ლარზე მეც თუ მეტყვია ნამდვილად არ გადავიხდი ხოდა გავიფუჭოთ თმები ვიტუტუცოთ ხანდახან ხო შეიძლება რომ იყო ქალი თქო დილას ვთხარ ჩემ თავს აბა ეხა მოწესრიგდი მიხედა სახის კანს მიუხედავად იმის რომ დატენიანებული არ მაქვს ნიღაბი მეკეთა მოიცეთ გაჩვენოთ საკმაოზე იაფიღებს 30 ცალია მინახავ მაცივარში ხოდა როცა მინდა უკვე ჩასული ვარ როცა მინდა ვიკეთებ ცოტა შორს კარგად ატენიანებს კარგია რეკომენდაცია არ მახსოვს რამდენი მივეცი 60 ლარი იყო და ფასდაკლები წავედი ეს ანთებული მქონდა რაღაც ახალი ეს ვიყიდა ვერცხლი ბერძნული საკმეველი ვიტა და 7 სურნელება ბერის საკმეველი და ეს დავანთე და ძალიან გემრიელი იყო მე მიყვარს საკმეველი ზანთელი ჩემი დილის განუყოფელი ნაწილია წავედი ახლა მე ცოტა შინაურულად შევიცვამ რომ აქ ვიჩავირბინო უსახელო სალონია დიდი ვერაფერი შემიღებავს და ვიცი როგორ ძღებავს მთავარია რომ სუპრად დამატოს კარგად და მე ტონირებას ყველა გააკეთებს თუ არ მომეწონება ის ტონირება პირველად არასდროს არ მომწონს ხოლმე თვალი ვერ ეჩვევა მე გადავიტონირებ თუ არ და გადავიღებავ ჩემ ფერს და იქნება ჩემი მთელი გასროლილი ფული ასე ქუჩაში დავდივარ მხოლოდ მე დავიწყეთ ნახეთ რა გამოვა ასე საღებავ ნორმალური მოხდა ასე გადავიდი ხალხი მიყურებს გამოცებული, მაგრამ ძალიან შემცირდა თავი. ასე გამოვედი ახლა ქეში უნდა გადავუხატო. ხოდა საათი ზაგინექნება იყო დაიწყო. გაღიავება ჩემოთ მაგრამ მიხელი. წერილოა თავზე რომ ყატარის უყურე რომ ღერის რებერი კატასტროფი ვარ როგორ გავიბანძეთ მები ასლარად როგორ მოვახერხე აი ასე
არ ვიცი დავიტოვებ თუ არა. სავარაუდოდ ხვალ ჩემ ფერში გადავიღებავ წესით. ვერაფერი ვერ გამიკეთა. ვითომ კარგად დაიწყო ან არ გამოვიდა. არ ვიცი. ვერ გეტყვით. ნუ ესე თითქოს ნიჩი ვარა. ხო არ ვიცი. საშუალოდ არ მიხდება. თვითონაც ცუდი ფერია. ანუ ვერანაირად ვერ მოვიხდინე, რაც მოვედი. დამისწორა თვითონ. ნაი ვერც დაგინახებოდით, ისეთ საშინელი ვიყავი. ესე და გადაწეული თითქოს არაუშავსა. ანუ როცა მთლიანად ვიკონავ და კიდე ცოტა რო ამოვა. ნახეთ, ანუ თითქოს ლამაზად ჯდება. თავს ვიმშვიდებ. ეს ერთ თავს დამშვიდების ერთ-ერთი გზა. არ ინერვიულო რა, სულ არ გავხარ ბაჯიას. რა ის ბაჯია? თან სახეზე სასტიკად არ მეხდება. მე მგონი ხვალ მოგევლინებით ყავისფერ თმაში. დავიწყოთ ჩალაგება ამ წასვლის წინ. რა გამოვიგდე. ესენი რაც არ უნდა გაჩვენოთ, ჩამოვაგებინა. ჩავდოთ აქ. ჩემი კუპონიკი რომელსაც გიჟდები, ჩემო და მიყიდა გერმანიაში. ძონძი გახურებული ნიკოს მაისური, რომელსაც ასე დამკიცავი ხა. ელასტიკთან ერთად. ეგ ერთი ხელი. კაბა, რომელიც შოპ მარინაში ვიყიდე და ცოტა დიდი მაქვს, მაგრამ არაუშავს. იქნებ გავაშრიალოთ. ჩვენი 15 ლარიანი კაბა. კამარი, რომელიც უკუღმა დახვეული. ეს აუცილებელია. თუ ვინმე გაგაბრაზებს, გადაუჭერ. ეს არის მეორად შინაყიდი, აი უკვე ეტყობა ალბათ 20 წლის. არ ვიცი. შეიძლება მეტყვის. ჩემი დეგის ერთ ჯინსი, რომელიც იყო ლის და აღარ არის. ნუ ფაქტიურად აღარ არის, მაგრამ მაცვია. როცა მეტი არ გაქვს. ესე. ჯინსის ჩასაცმელად მაისური. რა ვიცი რა გუნებაზე გავიღვიძო. არა თქვენის გენახათ ხალათსაც რო ვტენიდი და მე გამახსენდა რომ ხალოთ დასასვენებლად მიდიხარ, დატოვე ხალათი. ესე. ხო და აღმოვაჩინე რომ არაფერი არ მქონდა მოსაცმელები. ხო და ჩავირბინე ეკატერინესთან და ვითხოვე.
გამართო რას ვგავარ. ძალიან რას ვგავარ არის თან. ეს ერთი ასეთი. ძალიან წონს. ცოტა ჯიბებს მთხოვს, მაგრამ რო შაქცივდება, უჯიბეოთაც მოიცვამ. და ეს ჟაკეტი ვეთხოვე. რა ვიცი, როგორ ხასიათზე ვიქნები. სოლიდური ჟაკეტია. ხო. ისინი ჩავდოთ. ჩასალაგებელი მრჩება. სახის მოვლის საშუალებები, მე როცა მივდივარ დასასვენებლად აუცილებლად მე მაქვს ჩემი საპონი. ჩემი კბილის ჯაგრისი, ჩემი კბილის პასტა. იმიტომ რომ ის უწუფუწუ რაღაცეებთან ვერ მეგობრობ. არ შემიძლია. დომესტოსი მაქვს. ერთი სახეხი ღობელი მაქვს. ოღონდ არ ვხუმრობ. ხიხავა ბაზანას და შემდეგ ვიღებ დურს. ცოტა ვერ მაქვს. ვიცი ნამდვილად, მაგრამ აღმოჩნდა რომ მარტო მე არ ვარ ასეთი, იმიტომ რომ ნიცაში რომ ვიყავით და სახლი ვიქირავეთ, ირინამაც იგივე გააკეთა, მე ძალიან მომერი და მეთქი არ ვფიქრობ გიჟია. მაგრამ აბსოლუტურად იგივე ჩაიდინა. ეს მეორე მოსაცმელი. უიდე და ესად გაქცეული შენაქ რა გინდა მე იქავარ. წამოდი. მაგრძელებ მე საუბარს მგონი რომ დამყვება, ანუ ისეთი ვიდეო კამერა მაქვს რომ თვითონ დამყვება. მოიარა ამ ჩემოდელმა ყველაფერი. რა თქმა უნდა, ჩემი ტაილანდში ნაყიდი ფილეს ოთახის ჩუსტები, რომელიც დილით გადავა და ფეხსაცმელს მოვიტან. მეორე უჯრაში ჩალაგდება დავწმენთ დილით. ეს ეკას გოგომა ჩუქამ გაჩვენეთ, მე მგონი კონორსებია, დამგვირილებზე ვგიჟდები, ჯინსი არ ხდება და ჯინსის მოსაცმელსაც. ეს უცილებლად რაც შეეხება ხვალინდელ სამგზავრო ლუქს. არ მივდივარ ჩემ მანქანით ბავშვობა. მე არ ვარ მწყორი, სავარაუდოდ. ან ჩავიცვამ ამ კაბას და ყავის კეტებს გასწორდეს, ან ამ კაბას იმ დღეს რომელსაც არ ჩავიცვამ, ჩავდებ იქნებ და წამომავალზე ჩავიცვა. წავედი სულ ეს იყო. ამ თმებს რო ვუყურებ, ცუდად ვხდები. არ ვიცი. ხვალ ეს იყოს. ბედნიერ საღამოს გისურვებთ.